ყველაზე მნიშვნელოვანი შენერთია ჩვენს ჯარში, ალბათ ესეც არის მიზეზი, რატოც აქედან დავიწყე სწორედ დათვალიერება შემოვლა გაცნობა, მისალმება ადამიანებთან, რომლების სიმამაცეზეც, პროფესიონალიზმზეც დამოკიდებულია ყოველი ჩვენგვანის ყოველი დღე. ამიტომ მე მხოლოდ წარმატებები მინდა მათ უსურვო და ბუნებრივია, როგორც მინისტრისთვის, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება უფრო უკეთ იყვნენ ეს ბიჭები აღჭურვილი, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ქონდეთ ვარჯიშის, მათ შორის თავის კოლეგებთან, მსგავსი დანაყოფების წარმომადგენლებთან, ნატოს წევრი ქვეყნებიდან ჩვენ მოვისმინეთ იმ გეგმების შესახებ, რომელიც უკვე არსებობს, პროექტები, რომელიც იყო დღეს შეჩერებულია, მაგრამ მე გარწმუნებთ და იმედს ვაძლევ მათაც, რომ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით და კიდევ უფრო ფართოდ გაიჩლება ეს თანამშრომლობა ნატოს წევრ ქვეყნებთან. ერთ-ერთი პარტნიორი ესტონეთია, მე დღეს მქონდა პატივი ვესაუბრე ესტონეთის თავდაცვის მინისტრს და მათ შორის მათთანაც ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან ბუნებრივია ჩვენ უფრო ინტენსიურ მოლაპარაკებებში შევალთ, რომ უფრო სწრაფად, მაღალი ტემპით, მაღალი ინტენსივობით თავარი არის ბევრი ვარჯიში. შესაბამისად, ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ ამ ახალგაზრდებს. და ქალბატონი თავდაცვის კანონის შესახებ მინდა გითხოთ, ანუ ამ ცვლილებების მიხედვით არის თუ არა ესე ნამდვილად, რომ გენშტაბის ხელმძღვანელს პრემიერი დანიშნავს და შეიარაღებული ძალების შემადგენლობა პარლამენტის ნაცვლად მთავრობა დაამტკიცებს, ხო? თუ ეთანხმებით ამ თავდაცვის კანონზე ბევრი ნებათაღელვა იყო, იცით თქვენ ამდენი ხნის განმავლობაში ის კანონპროექტზე უკაცრავად, ის ჯერ კიდევ პარლამენტშია, მასზე დებატები არ დასრულებულა. მე ბუნებრივია მაშინ პოზიციებს გამოვხატავდი, დღეს უკვე თავდაცვის მინისტრი ვარ და შესაბამისად თავისუფლებას არ მივცემ, სადამ არ გავივლი ყველასთან ერთად ამ პოზიციებს, მანამდე გავაკეთო კონკრეტული კომენტარი. ბუნებრივია თავდაცვის სამინისტროში იქნება მინისტრის მოადგილე, რომელიც საპარლამენტო მდივანი იქნება და მსგავსი ტიპის თემებზე მთავარი პასუხისმგებელი პირი და მისი დანიშვნის შემდეგ უკვე ჩვენ ამ თემებზეც ბუნებრივია გავაკეთებთ კომენტარს. რადგან თავდაცვის მინისტრი ხართ, აქ უკვე კითხავს თქვენს რეიტინგებზე, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. ჩემი თავდაცვის მინისტრის? არა, როგორც პოლიტიკოსი და როგორც ფიგურა, მერვე ადგილზე ხართ NDI-ის კვლევით 33%-ს იკავებთ, ერთი ეს რომ შეგვიფასოთ და მეორე კითხვაზე ხვალ რომ არჩევნები იყოს 27%-მა არ იცის, ვის მისცემს ხმას. მაჩვენებელი არის გაზრდილი და შემცირებული მმართველი გუნდის რეიტინგი. გასაგებია, მე თავდაცვის მინისტრი როცა არ ვიყავი, მაშინაც არ ვაკეთებდი ხოლმე კომენტარებს რეიტინგებზე, იცით თქვენ ეს ყველა ძალიან კარგად, ისე რომ განსაკუთრებით როდესაც თავდაცვის მინისტრი ვარ, ასეთ წმინდა პარტიულ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარებს არ გავაკეთებ. თავდაცვის უწყების რეიტინგი არის 14%. მუშაობას აფასებს წარმატებულად. ამაზე რას გეტყვით, რომ რამდენად უკვე გითხარით კვლევებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. ანუ ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში ამბობს ესეთ რამეს, რომ მიმდინარე ერთობლივმა წვრთნებმა არ უნდა შეუქმნას საქართველოს მცდარი წარმოდგენა, თქვათ იგივე ერთობლივი კოლექტიური უსაფრთხოების განცდა, რომ ისინი ამ ჟესტით მონაწილეობენ, თქვათ იგივე უსაფრთხოების შექმნაში. როგორ ფიქრობთ, იქმნება ამ ყველაფერს? ეს არის მისი აზრი, საერთოდ მცდარი განცდები არასდროს არც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს არ უნდა შეუქმნას, არ უნდა აკადროს ტყუილი არასოდეს. ეს ერთ-ერთი თემა არის, გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებას უპირისპირდებოდით, როდესაც წარმოუდგენლად და გაუგონრად იყო გაზრდილი მოლოდინები, იგივე ვთქვათ ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ქართველები ყოველდღე იღუძებდნენ იმ მოლოდინით, რომ ხვალდილით ნატოს წევრები გავხდებოდით და მე ის დღე რო ღამდებოდა გაბრაზებულები იძინებდნენ, რატო არ გავხდეთ იმ დილით ნატოს წევრები. ამას ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს არც ერთი წამით, მაგრამ წვრთნები, რომელიც ამ წუთას მიმდინარეობს საქართველოში, ქართულ-ამერიკული წვრთნები, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, დიახ, ეხმარება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაში. ნამდვილად უზრუნველყოფს ჩვენი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად დაცვას, იმიტომ რომ წაღანას კიდე ახაც გავიმეორებ, ასეთ წვრთნებში იბადება ჯარისკაცების პროფესიონალიზმი. ყარდება ეს პროფესიონალიზმი და ქვეყანას უჩნდება განცდა, რომ გაცილებით უფრო უკეთ არის დაცული. ამიტომ მე არ მინახავს ეს ინტერვიუ და დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილი ელჩის კომენტარიც დაახლოებით ასეთი იქნებოდა. ქალბატონი, თემა რომ გავაგრძელოთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას რაც შეეხება, არის რიგის სამიტი. ამის შემდეგ თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ უფრო აქტიურად იმუშავებთ თქვენს დასავლელ პარტნიორებთან. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, როგორც თავდაცვის მინისტრს და როგორ იქნება თქვენი პოლიტიკა? 2016 წლის ვარშავის სამიტის მოლოდინზე გინათ რომ ახლა გელაპარაკოთ ტელევიზიისთვის, რა თქმა უნდა, ამას არ ვაპირებ. ფუტკარაძის საქმეზე თქვენ როგორ გაცრავად დავასუსტებ გვარს. კარგით, მანამდე დავით ფეიქრიშვილის საქმეზე თქვენ დეპუტატი დააკავეს და მისი ოჯახი საუბრობდა. ვინ არის?
მოქალაქე, რომელიც დააკავეს და მისი ოჯახი საუბრობდა, რომ მას ჩაუდეს იარაღი და თქვენ როდესაც დეპუტატი ბრძანდებოდით მაგ დროს დაკავშირდათ ოჯახი და მე არ ვიცი ამ საქმის ამიტომ შესახებ. თემაში სხვა თემაზე კითხავთ, რომელიც თქვენთან არის კავშირში, თქვენ რამდენიმე ერთი კვირა დაახლოებით უკვე უწყებაში დაინიშნეთ, თუ დაინტერესდით თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმით, გულისხმობ საქმე, რომელიც უკვე სასამართლოში მიდის, თუ გაიცანით რა ეტაპზეა და რას აპირებთ თქვენ როგორც თავდაცვის? არა, ამ თემაზე მე გავაკეთე უკვე კომენტარი ბევრჯერ, დარწმუნებული ვარ თქვენი არხისთვისაც. არ დავინტერესებული ვარ ამ საქმით, რაც თავდაცვის მინისტრი ვარ, არ ჩავერები ამ საქმეში, ეს არ არის ჩემი საქმე. ეს არის სიმახინჯე, რომელსაც უნდა დავემშვიდობოთ 2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც პოლიტიკოსები ინტერესდებოდნენ, ერეოდნენ, კომენტარებს აკეთებდნენ საქმეებზე, რომელიც სასამართლოშია. ეს საქმე სასამართლოშია და შესაბამისად თავდაცვის სამინისტროდან დიდი ხანია პროკურატურაში იყო წასული, დღეს უკვე სასამართლოშია და მე ამ თემაზე ბუნებრივია არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. მე ამ საქმით ძალიან დაინტერესებული ვარ. ეს ყველამ კარგად იცის. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ერთი დღე მე არ დამზარებია, თავი არ შემიკავებია ამ თემაზე კომენტარების კეთებისგან, მაგრამ დღეს ჩემი თანამდებობა მე ამის უფლებას არ მოძლევს. ერთადერთი ამოცანა ჩემთვის ის არის, რომ დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად ეს საქმე, იმისაც რომ დასრულდეს ეს აჟიოტაჟი თავდაცვის სამინისტროს გარშემო. რეიტინგებს თუ დაუბრუნდებით. ანუ ეხლა უკვე გითხარით რა უკნა. გასაგებია.